გამარჯობა მეგობრებო. ამ წვიმების გამო კი დავაგვიანე, მაგრამ აი აქ გავ კარტოფილს. ბარის, თოხის, წვალების და წელში გაწყვეტის გარეშე. შეიძლება ვიღაცა პირველად ნახულობს. მაშინ დერევით არ იყოს სუსტი გულის ხალხი მოაშორეთ ეკრანებს. ნელა გაჩვენებ რაც ვიზამ. აი აგერ რითაც უნდა დავამულჩი, რომ ამ წვანე ბალახსაც გამოვიყენებ ნაწილობრივ და დღესვე ვაყენებ კიდე მწვანე სასუქს ბალახის ნაყენს ჩითილებისთვის. რითი დავამუშავოთ? მე ფაქტიურად თავიდან ისეთ ვატანე, ასე ვთქვათ, ბიომიქსა რაღაცებს ჩემში თილებს ყვება ფაქტიურად არ ჭირდება. საერთოდ არ გამომიყვებია, რაც დაურგემის მერე დავთესე. ხო და ეხლა დავაყენებ ბალახის ნაყენს, კაი ამინდებია და გამოვიყენებ იმას. ნუ, დავიწყოთ კარტოფილზე. მე გაჩვენებთ როგორ კი ერთი ვიდეო უკვე დევს დეტალური, მაგრამ როგორც ხვდები, ხალხი არ ნახულობს ძველ ვიდეოებს, ამიტომ შევეცდები კიდევ და კიდევ ჩაგიწეროთ ვიდეოები. ხო, აი ეს პირდაპირ დარგული და გადატანილი რაღაცები თავს კარგად გრძნობენ, ადაპტაცია ძალიან მალე გაიარეს, არანაირი შეგვევის პერიოდი. ერთადერთი არის აი ეს ამათმა გამიშურეს სისხლი და რამოდენიმე ცალი შეჭამეს უკვე. მაგრამ აქ არ ვიყავი ეხლა და მაგიტომ. აქ რო ვიქნები, უფრო ავაგროვებ ხოლმე და მოვაშორებ ლოგოკინებს. აი კარგად ცნობენ თავს. აი ესე გამოიყურება საბოლოოდ. ესე გამოიყურება გათიბული. აი ეს ტომარა მაგჯერდა. მე არ ვიცი თუ მოვასწარი კიდე მინდა მეტი კარტოფილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იმისთვის მექნება რატისგან წამოღებული, რომ სათესლე მქონდეს. როგორც მინიმუმ სათესლად გამოვიყენებ ამას. A კატეგორიის არის რა. უსწორმასწორობები, ოღრო, ჩოღრო, მორიე, არ მაგერებს არაფერი რა. მაინც მოვიყვან ბარვის და ყველაფრის გარეშე. ეხლა რას ვაკეთებ? ავიღებ დანას და კარტოფილებს. ნახეთ რა წინა ვიდეო უფრო კარგად ამაქვს ჩაწერილი. ყველა კარტოფილს როცა აღვივებთ, აქვს მხარე, რომელიც გაღვივებულია და აქვს კვირტები, რომელიც არ გაღვივდა. ამ არ გაღვივებულ კვირტებს მოვაჭრი და ცალკე ჩავდებ. ნუ ეს გაღვივებულში ითვლება პატარა. ეს გაღვივებულში იქნება. ესენი გაიზრდება. რა თქმა უნდა, ძირითად კარტოფილის ბლოკებს გაიკეთებს აქედან, თუმცა ეს კვირტები რო არ დავკარგო, უკანა მხარეს. ხო? მაგიტომ უნდა მოეჭრას და ცალკე დაიდოს. მთლიანად უჩადებთ კარტოფილები, ის გაუღვივებელი მხარე, გაუღვივებელი დარჩება სამუდამოდ. აჰა. ანუ ეს კვირტები მიწაში აღარ გაღვივდება, რაც ეხლა გაღვივდა, ესენი წაიღებენ მთელ კვებას თავის თავზე და ესენი აღარ გაღვივდება. აქ ბევრი კვირტებია კიდე რა. ხო და ამიტომ უნდა განცალკევდეს. რომ არ დაკარგოთ, თქვენ გაქვთ რაღაც რაოდენობა კვირტების, ხო? სათესლეს როცა იღებთ კარტოფილს, ხო? გაქვთ რაღაც რაოდენობა კვირტების. 12, 15 და რეალურად ასე როცა დებთ, თქვენ ხმარობთ 1, 2, 3-ს, თქვათ, მე-4 გაღვივდეს კიდე, всё. ესენი ისევ დაძინებული რჩება. ამიტომ დავიწყებ ახლა ამის დაჭრას. მე ცემენტში ან ნაცარში ამოვსვრით, თუ მაქვს ნაცარი, მაგრამ დააწვიმ და გუშინ ღუმელი გარეთ გვიდგას რა. ხო და მაგიტომ არ მგონია ნაცარი გამოვიყენო, გამოვიყენებ ცემენტს, ერთი და იგივე არის ფუნქციონალურად. სისწორისთვის მაიაკი. პირდაპირ მწვანე ბალახზე ვალაგებ ახლა, აი ხედავთ კიდევაც. რისთვის გვინდა ნაცარიან ცემენტი, რომ ჭრილობა არ დაგვიავადდეს. აი ეს რა. 25 სანტიმეტრში ვალაგებ. და ერთად ვალაგებ რა, ნუ ამის თავი, ამის ძირი, ამივე ძირი. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მაინც ერთი კარტოფილი დევს იქ, თუმცა იმ გაუღვივებელ კვირტებსაც ვაძლევთ შანსს, რომ გაღვივდეს და აუცილებლად გაღვივდება. მე შემიძლია გადაგიწიოთ ექსპერიმენტისთვის და გაჩვენოთ სათითაოდ, აი აქედან ამოსულებს შეხედავთ და აი ესეც გაღვივდება და ესეც გაღვივდება და ამასთან რო დაგვეტოვები არ გაღვივდებოდა. ნუ შეიძლება ერთი ცალი კვირტი გაღვივებული იყო, ისიც ძალიან არის ზოგიერთი კარტოფილები შესაძლოა, რომელსაც უკანაცაა გაღვივებული კვირტები და მასეთებს მთლიანად დავდებ. ეს თითი მოვიტეხე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მუშაობა. აჰა, კარტოფილი დაალაგებულია. ანუ ზედა მხარე, გაუღვივებელი მხარე. ზედა მხარე, გაუღვივებელი მხარე. აი ესე.
არ დამინიშია, ესე უნდა ამეწონა, რამდენი კილო კარტოფილი დავრგე, თუმცა არ მგონია 3 კილოზე მეტი იყოს, ან 4 კილო, 3-4 კილო ალბათ რა. ეს ხა ბევრი ჩანს, იმიტომ რომ გაჭრილებია შუაზე. შუა ამაში ხა თუ გაქვთ ბიოპრეპარატების შემცველი, მიკროორგანიზმების შემცველი რამე პრეპარატი, ბიომიქსი მაგალითად ცოტა მოაბნიეთ აქ, რომ სასარგებლო მიკროფლორა შეიტანოთ. მე ამას ახლა დავმულჩავ, იმ მწვანესაც გამოვიყენებ, რომ მწვანეს არა, ჯერ მშრალს დავაყრი და მე ბოლოს მწვანეს გადავაყრი, მწვანე არც ამაგვევი, თუმცა კიდე უნდა გავთიბო იქი. ხო და კარგად სქლად დავმულჩავ რა, ერთ მტკაველზე მინიმუმ. შეიძლება მეტზეც, არ შეგეშინდეთ, კარტოფილი ამოაღწევს. პრობლემა არ არის. როგორც კი ამოაღწევს და წვერებს დავინახავ, კიდე დავუმატებ მულჩს. თუ მექნა დრო და საშუალება. всё. ეხლა დავიწყებ დამულჩილებას და მე გაჩვენებ ბოლოს შედეგსაც რა. სხვათა შორის ეხლა სახურავზე ტოლს აკრავს ზუსტად ის მეზობელი, რომელიც აიგე კიბეებზე ჩამოდის, რომელიც ამოღებაზეც იყო აქ შარშანწინ და გაგიჟდა პროსტა. ყველას უყვება და არავინ არ უჯერებს. აი იქ რო ვიღებდით. იმ ვიდეოს თუ ნახავთ, მისი ხმა არის კადრს უკან. მეურვებო მორჩი კარტოფილის დარგვა თუ კი ამის დალაგებას და ზემოდან დაყრას. ეხლა მე რათაც უნდა დავამუშაო, აღარაფერი აღარ მაქვს, შევივლი მე ბიოაგროში, ავიღებ უეჭველი რითაც უნდა დამუშავდეს, ეს არის ბიოკატენა, ან აგროკატენა, ან ორივე და ორგანიკა. ეს არის ორგანიკა, აზოტფიქსატორი ბაქტერიები გვინდა ჩვენ, ამას აზოტის პრობლემა არ იქნება საერთოდ, იმიტომ რომ ჰაერი როცა ვენტილირებს და აზოტფიქსატორი ბაქტერიები ყავს, თვითონ იჭერენ ჰაერიდან აზოტს. ხო და კვების პრობლემას რა თქმა უნდა არ იქნება, ამას დაიწყებს პოვას ორგანიკას რო დავასხავთ, შიგნით არის ბაქტერიები, რომლებიც ამუშავებს მკვდარ ორგანიკას. აქეთ დავიწყე კიდე პამიდურებისთვის ნელ-ნელა ყოლების მომზადება, რამ სიმაღლე ბალახია. ეს არის ჩემი კვალი და გაღარიბებული კი არ არის. რო აღარ ამოდის ხოლმე ბალახი უკვე ამუშავებს და ორჯერ უფრო მეტი მაღალი ბალახი არის აქ ვიდრე სხვა ადგილებში. ხო და ამასაც ვთიბავ ხა ნელ-ნელა.